ხელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს არის ხსენება წმინდა მეფე დავითის. დავით მეფსალმონი. ჩვენ ყველა შეხება გვაქვს მეტად თუ ნაკლებად ფსალმუნებთან. ეს დიდებული რამ არის, ესე იგი, აი ვინც ამას კითხულობს, ახლა უცბად გამახსენდა წმინდა ვასილი დიდის სიტყვები. ჯობიაო იმ დღესო მზე არ ამოვიდესო, ვიდრე ფსალმუნი არ იქნას საკითხული. აი ადამიანის სულისათვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს ფსალმუნის საკითხი. იმიტომ რომ მასში ის ძალიან დიდ ნუგეშს მიიღებს. სხვათა შორის, აი როდესაც მეფე საულს ეშმაკი შეიპყრობდა და აშფოთებდა, ესე იგი, სწორედ დავითს დაუძახებდა ხოლმე და დავითი knarze უკრავდა და თავის ფსალმუნებს გალობდა. და ეს გვრიდა შვებას მეფე საულს. თუნდაც აი სხვა რომ მეტი არაფერი არ აქვს. წარმოიდგინეთ, რამხელა შვება მოჰქონდა ამ შეპყრობილი მეფისათვის. ადამიანი, რომელიც გულისყურით კითხულობს ფსალმუნს, იქ აღმოაჩენს ღვთისმეტყველებასაც, აღმოაჩენს წინასწარ მეტყველებას, ზნეობრივ თუ სულიერ შეგონებას აღმოაჩენს, ესე იგი, ძველი აღთქმის ისტორიიდან უამრავ რამეს აღმოაჩენს, ახალი აღთქმის ისტორიიდანაც აღმოაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ეს 1000 წლობით უკან იყო ახალ აღთქმამდე. აი, რომ წაიკითხოთ ერთ-ერთ ფსალმუნში, მე აღარ მახსოვს 21-ია თუ არ მახსოვს, რომ არ მოგატყუოთ, ჯვარცმა არის აღწერილი. აი, რომ შეხედო, რომ არ იცოდე, რომ როდის ის დაიწერა და როდის ჯვარცმა იყო, იფიქრებ, რომ ჯვარცმის შემდეგ დაიწერა. წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი, როგორ უგმირეს, როგორ მიაწოდეს ის ღრუბელი, როგორ იდგა ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი ჯვართან. იმიტომ ამბობ, იქ ბევრ რამეს აღმოაჩენს ადამიანი ისტორიულსაც, ზნეობრივსაც, წინასწარმეტყველებისაც და სულიერსაც და ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენს. ძალიან დიდ ნუგეშს აკლებს ადამიანი საკუთარ თავს, რომელიც ფსალმუნს არ კითხულობს. ცოტას მაინც. დავითი როდესაც პატარა იყო, ესე იგი, თქვენ იცით, რომ ის ცხვარს მწყემსავდა. ამამ გაუშვა ცხვრის სამწყემსად. ძმები დიდები ყავდა. ძმები როდესაც საბრძოლველად იყო, ერთხელ თქვენ იცით, ეს საბავშვო ანიმაციებიც არის, მამამ გაატანა საკვები თავის უფროს ძმებთან, როდესაც ფილისტიმელებს ებრძოლებოდნენ. და ფილისტიმელებს გამოყვანილი ყავდათ გოლიათი, რომლისაც ყველას ეშინოდა, რომელიც ლანძღავდა აქეთ და ერთი კაცის გამოყვანას ითხოვდა და თუო თქვენგან გამოყვანილი გაიმარჯვებსო, მაშინ თქვენი გამარჯვება იყოს. თუ ეს გოლიათი გაიმარჯვებდა, ამის გამარჯვება უნდა ყოფილიყო. ვერავინ ვერ გადიოდა, ეშინოდა. პატარა დავითი მივიდა იქ ჯართან და მან თქვა, რომ მე გავალ. როგორ უნდა ლანძღავდესო ისო ჩემსერსო. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, ნახეთ. როდესაც ეს გოლიათი ამათ ლანძღავს, ამათ ყველას პირად ლანძღვათ მიაჩნიათ და ეშინიათ. აქ ეგ არის ხაზგასასწრები. პირად ლანძღვათ მიაჩნიათ და ეშინიათ. დავითს პირად ლანძღვათ არ მიაჩნია. დავითს მიაჩნია, რომ მის რწმენას და მის ერს ლანძღავ. ამიტომაც უკვე აღარ ეშინია. მეფემ ჩააცვა აბჯარი, მაგრამ ვერ იგუა. არ იყო მიჩვეული წყემსი ბიჭი ახლა აბჯრის ტარებას, არ მინდაო ეს. გაიხადა და ისე გავიდა. პატარა ბავშვი, წარმოიდგინეთ, ისე რომ ის გოლიათი სიცილით კვდებოდა, ვინ გამოიყვანეს. მაგრამ დავითმა დაატრიალა ეს შურდული და შუბში მოარტყა. გაეცა ეს გოლიათი. ახლა ეს ფილისტიმელები შეშინდნენ. თუ ამ ერთმა პატარა ბავშვმა ეს გააკეთა, დანარჩენები რას გვიზამს? აქ საქმე რაზე? დავითი
იმ სხვებს დიდ და ახოვან ვაჟკაცებს ეშინიათ იმის გამო რომ საკუთარ ძალაზე აქვს იმედი დამყარებული. დავითს საკუთარ ძალაზე არ აქვს იმედი დამყარებული. იმიტომ რაზე უნდა ჰქონდეს, რაც არ ჰქონდა. რაზე უნდა ჰქონდეს იმედი დამყარებული, ეს არ ჰქონდა ფიზიკური ძლიერება, მაგრამ მას ღმერთზე აქვს იმედი დამყარებული და ესე გადის. რომ გადის აი ამ ღვთის რწმენით და იმედით, ღმერთი თავის მოიმედოს და მორწმუნეს არასოდეს არ დააგდებს და არ დაუტოვებს. ამ რწმენით გადის. ესეთია დავით. ამიტომაც მე არაერთხელ მithქვავს, მაგრამ კიდე გავიხსენოთ, როდესაც საულ მეფე, პირველი მეფე ისრაელისა, ღმერთსაც განუდგა და ვეღარც ვერ აკეთებდა, ესე იგი ღირსეულად ვერ იქცეოდა თავის მეფობას ვერ ასრულებდა. ღმერთმა გაგზავნა სამუელ წინასწარმეტყველი იესეს სახლში, იესე დავითის მამა. და იქ 5 ვაჟი ყავდა, 6 ვაჟი ყავდა იესეს. გამოიყვანეს, ესე იგი, ახოვანი ვაჟკაცები, დიდი ძმები. გაგზავნა რატომ, რომ საული აღარ ვარგა მეფედ და იქიდან უნდა დაადგინო მეფე. შემდეგი მეფე. გამოიყვანა პირველი ტანად კარგი შესახედავი სამუელ წინასწარმეტყველი ფიქრობს, ალბათ ეს უნდა იყოს მეფე, ღმერთმა ამიტომ გამოგზავნა. მაგრამ ღმერთმა უთხრა, ეგ არ არისო მეფე. და ეტყვის, რომ კაციო, კაცის სახეს უყურებსო და ადამიანი კაცის გულს უყურებს. ანუ გარეგნულად რომ მოგწონს და კარგია, ეგ არ ნიშნავს, რომ ეგ მეფედ გამოდგება. მერე მეორე გამოიყვანეს, არც ის მოეწონა, მერე მესამე და ბოლოს ჯერი მიდგა იმაზე, ვინც საერთოდ არ ახსოვდათ და მეფედ ვერც კი განიხილავდნენ, ასე რომ. დაუძახეს ხარში იყო წასული, მოიყვანეს პატარა დავითი და ღმერთმა უთხრა, აი ეგ უნდა იყოს მეფე. იმიტომ რომ ღმერთი იმ პატარას გულს ხედავდა. და მე არაერთხელ მithქვამს, ესე იგი ეს წმინდა წერილიდანაა, რა თქმა უნდა. თვითონ დავითი ყვება მერე რომ ნადირი რომ გამტაცებდაო ხარსო, ეს მისდევდა და კვილებიდან ართმევდა გატაცებულ პირუტყვს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, პირუტყვის მოვლის საქმეში რომ ესეთი ერთგული იყო, ანუ პირუტყვი სამწყსოს მოვლაში რომ ესეთი ერთგული იყო. როგორიღა იქნებოდა პირმეტყველი სამწყსოს მოვლაში. ამიტომ ვინც მცირეში ერთგულია, უფალი ასე ამბობს სახარებაში, ის დიდშიც ერთგული იქნება. და მართლაც, როგორც მცირეში იყო ერთგული დავითი, ისე როდესაც დადგა მეფედ ისრაელზე, ისე ამ დიდ საქმეშიც ერთგული იყო ღვთისა. და პირველი, აი რაში ჩანს მისი ერთგულება, ესე იგი. მან ღვთის რჯული გაამეფა თავის ერში. კი არ თქვა, რომ მე ვარ მეფე და მე რა კანონებსაც მივიღებ. არამედ სახელმწიფო კანონები იყო იგივე საღვთო ჯული. ღვთის კანონები. ღმერთი ამეფა თავის ერში დავითმა. ახლა ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ადამიანმა რომ მიბაძოს ამა თუ იმ წმინდანს, რომ ესე იგი თუ უნდა რომ თაყვანისცეს, უნდა მიბაძოს. ჩვენ რომ ვბაძავთ ამა თუ იმ წმინდანს და ვცდილობთ მისნაირად მოვიქცეთ, ეგ არის მისადმი თაყვანისცემა. არა მარტო ის, რომ მის ხატს ემთხვიო, რაღაცა მეტანიაში ასრულოთ, თუ მისი ლოცვა წაიკითხო, არამედ ის უპირველესად, რომ ჩვენ მას მიბაძოთ. და ჩვენ თუ გვინდა რომ დავითს მივბაძოთ, ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენს ოჯახში, აი მაგალითად ოჯახის თავია რაღაც მამაკაცი, ხო? ოჯახის თავმა ის რჯული უნდა გაამეფოს თავის ოჯახში. ანუ თავის ოჯახი უნდა ეცადოს მოაწყოს ისე, როგორც ამას სახარებისეული მცნებები ითვალისწინებენ. ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მეუღლესთან, ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს შვილებთან, მეზობლებთან თუ სხვა. მანდილოსანმა სწორად რომ შეასრულოს თავის საქმე, თავის შვილებთან თუ მეუღლესთან, საღვთო მცნებისამებრ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ასე მოწესრიგებული. თუ ვიღაცას დაუშვათ
ქალაქის თავად დაადგენენ, მანაც თავისი ახიერების და თავისი ეგოიზმის და მისწრაფებების ყვალობაზე კი არა, არამედ საღვთო მცნებებისავე უნდა მოაწყოს ამ ქალაქის ცხოვრება. მისი დანიშნულება ეს უნდა იყოს. თუ ქვეყანაზე დაადგინოს, ქვეყანაზეც ეს. აი ეს იყო დავითის ძალიან დიდი ღირსება. თუმცა ქრისტიანობა არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაუცემელია. დავითიც დაეცა. თქვენ იცით, აი 50 ფსალმონის ისტორია სწორედ აქედან მოდის. დავითმა ორი დიდი ცოდვა ჩაიდინა, კაცისყვლისა და მრუშობის. მოეწონა ვიღაცის მეუღლე, ის კაცი ურია ხეთელი გაგზავნა ბრძოლის წინახაზე, საიდანაც ფაქტიურად იქიდან ცოცხალი ვერ ჩამოვიდოდა და თვითონ ცოდვით დაეცა. მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი და ეუბნება, მეფეო, არის ჩვენს ქვეყანაში ერთი კაცი, რომელსაც დიდძალი ხარჯროხა ყავს, დიდარი კაცია და სტუმარი მოუვიდა და თავისი ხარჯროხიდან დაენანა, რომ რაღაცა დაეკლა და წავიდა და მეზობელს ერთი ცხარი რო ჰყავდა, შვილივით რო ულიდა და უფრთხილდებოდა, ის ცხარი წაართვა და მოიყვანა და სტუმარს დაუკლა. რისი ღირსიაო ეს კაცი? ნათან წინასწარმეტყველი ეუბნება. რისიო და სიკვდილის ღირსიაო. და წინასწარმეტყველი ეუბნება და შენ ახარ მეფეო ეგ კაცი. შენო განა ცოლები და ხარჭები გაკლდაო. რა გინდოდაო იმ კაცისგან? და დავითმა თქვა, რომ შევცოდეო. ანუ კი არ დაიწყო თავის მართლება. დავითი ძალიან თავმდაბალი იყო. ამ თავმდაბლობის ერთ ისტორიას მოგიყვებით. შევცოდეო თქვა და ნათან წინასწარმეტყველმაც მიუგო. შევცოდეო და ღმერთმაც მოგიტევა, გაპატია, მაგრამ იმის გამო, რომ შენ ეს გააკეთეო, ჩამოუთვლის შენ სიცოცხლეში რა განსასწრების გადატანა მოგიწევს. და მართლაც ძალიან დიდი განსასწრები. თავისი შვილი დევნიდა, აბესალომი. თავისი შვილის დევნიდა მერე მთელი ცხოვრება. და ერთხელ, როდესაც ესე განდევნილი მეფე დავითი თავის პატარა რაზმთან ერთად მიდის, მეფე საული ამ დროს უკვე გარდაცვლილია. თუმცა დავითს მის სიკვდილში ხელი არ ურევია. არაფერ შუაში არ არის. და მიდის ესე ხევში და ზემოდან მთაზე მოყვება სემეი გერას ძე. შინაური კაცი იყო იმ საულ მეფის. მოდის და დავითის ლანძღავს და წყევლის და აბრალებს, რომ შენი ბრალიაო საულის სიკვდილი. არდა დავითს მართლაც შეეძლო, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოეკლა საული დევნიდა. დავითს რატო დევნიდა იცით? შურის გამო. ერთ-ერთ ბრძოლაში, როდესაც უკვე დავითიც მეფეთ არის ნაკურთხი, ოღონდ დავითი არ ავლენს ამას, რომ მეფეთ ნაკურთხია, სამოა წინასწარმეტყველი ხო მივიდა მასთან სახლში, მეფეთ აკურთხა, მაგრამ დავითი ამას არ ამჟღავნებს, იმიტომ რომ ჯერ ღვთივკურთხეული მეფე არსებობს საული. მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთად ყოფილა ბრძოლაში. და რომ მოდიან გამარჯვებულები ბრძოლიდან, ხალხი ამბობდა, საულმა მოკლა 1000-ებიო, დავითმა 10,000-ებიო. და აი აქედან შური ჩაუჯდა გულში მეფე საულს. როგორ ამან ჩემზე მეტი როგორ გააკეთა. და დევნიდა. მოსაკლავად დასდევდა როგორც სიტყვიან, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ დავითს მძინარე საულისთვის მისი კარვიდან ხმალი წაუღია. და სადაც მძინარესთან ხმალი აიღო, თუ მოკლა უნდა და კიდევაც მოკლავდა. მაგრამ დავითმა იცოდა, რომ ის ღვთივკურთხეული მეფე იყო და იმის მოკლა არ შეიძლება. ყოფილა შემთხვევა, რომ მისთვის შესამოსლის კიდეც კი მოუჭრია ბრძოლის დროს, როდესაც საული ამას ებრძოლება, მაგრამ არ მოუკლავს. და როდესაც ეს სემეი გერასზე აბრალებს ამას, გვერდში უდგანან თავისი დიშვილები, მაგარი ვაჟკაცები, მაგარი მებრძოლები დავითს გვერდში მიყვებიან და ერთ-ერთი ეუბნება, რომ რა უნდაო მაგ მკვდარ ძაღლსო, თუ გინდაო წავალო და მაგის თავს ეხლავე მოგიტანო. როგორ შეურაცხყოფს მეფესო ესეო. და აი ეს რაც ახლა მეფე დავითმა გასცა პასუხი.
ეს არის თითოეული ჩვენთაგანის, აი ყოველთვის თვალწინ რომ უნდა გედგას ის სიტყვები. ნახეთ რას ეუბნება. რა გინდა თუ ჩემგან? იქნებაო მაგისთვისო ღმერთს უბრძანებიაო, რომ წადიო და ლანძღე დავითი. და იქნებ ღმერთმა შეიწიროსო ჩემი მოთმინებაო და მომიტევოს წოდები. ანუ აი დამოკიდებულება ნახეთ მეფე დავითისა. კი არ გაანისკდა რომ ეს ვინ არის რომ მე მიბედავს როგორც მეფეს. არამედ აქ საღვთო განგებულებას ხედავს. იქნება ღმერთმა დაუშვა ეს რომ მან მე უნდა მლანძღო, შემთხვევით ხო არ მოხდება. მეზობელი რო ხმაურობს და შენ რო გიშლის, შემთხვევით ხო არ მოხდება. ვიღაცამ რო იქ წყალი ჩამოუშვა და შენ რო აფეთქდი, შემთხვევით არც ის არ ხდება. ვიღაც რო შეურაცხყოფას გაყენებს, მე არ დამიმსახურებია. რა, დავითმა დაიმსახურა? არც მან არ დაიმსახურა. მაგრამ განწყობა ნახეთ, მაგალითი ქრისტიანული აზროვნების იქნებ ღმერთმა დაუშვა, რომ წადი და ლანძღე დავითიო და ღმერთმა ჩემი მოთმინება შეიწიროს. აი აქაც ჩვენ შემთხვევაში ესეა, ვიღაცამ გაწყენინა. თქვი რომ იყოს უფალო ნება შენი, შენს გარეშე შეუძლებელია ეს რომ მომხდარიყო. მე მოვითმე და შენი გევედრები რომ მომიტევო ჩემი შეცოდები. ასეთი დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს. მაგალითია დავითი თამდაბლობის, მაგალითია დავითი ღვთისადმი ერთგულებისა და მისადმი მორჩილების. და როდესაც დავითი გარდაცვალების პირას იყო, თავის შვილს ასეთი რამ დაუბარა. შვილო, თუ ღვთისმცნებებით იცხოვრებო, მოულოდნელი არაფერი შეგემთხვევა. მაგრამ თუ ღვთისმცნებებით არ იცხოვრებ, მაშინ ის ყველაფერი რაც შენს ხელშია, როგორც მეფის, ის არაფერში არ გამოგადგება, ის წარმატებას არ მოგიტანს. ერთადერთი წარმატებას აი ღვთისმოშიშებით ცხოვრება მოგიტანს. ასეთი იყო შინაარსი მისი აი ბოლო დარიგებისა და საოცარი ამბავია, როდესაც მისი შვილი მეფე სოლომონი მეფეთ იკურთხა, აი რა ითხოვა მან ღვთისაგან. ღვთისაგან ითხოვა, რომ მომეციო გული გონიერი, რომ ჩემზე მონდობილი სამწყსო, ანუ მთელი ერი, შენთვის მოსაწონად მწყემსო და მართო. და ღმერთმა უთხრა, მოეწონა ეს მისი დამოკიდებულება და სათხოვარი და უთხრა, რომ რადგანო შენ არ ითხოვეო არც სიმდიდრე, არც დიდება და პატივი, არც ტყვეთა სიმრავლე, არაფერი ამდაგვარი, არამედ ითხოვე სიბრძნეო, მე სიბრძნესაც მოგცემო და სიმდიდრესაც. ესეთი რომ შენ ცხოვრებაში ესეთი არავის არ იქნება, არც სიბრძნე და არც სიმდიდრე. რატო მოხდა ეს? იმიტომ რომ არჩევანი გააკეთა სულიერზე და არა ხორციელზე. და აქაც აი ჩვენი მისაბაძი რა არის, ჩვენ რაში უნდა მივბაძოთ, რომ რაღაცაზე რომ დაგადგენს ღმერთი, უნდა ითხოვო ის, რომ სწორად გაგაკეთებინოს, მოგანიწოს მადლი, რომ სწორად გაგაკეთებინოს. რომ ეს საქმე შენი სულისთვის ან მაცხოვნებელი იქნება და ან დამღუპელი იქნება. სიტყვაზე ვამბობ, აი მაგალითად რაღაცა დაგავალეს, რომ აი კედელი უნდა გააკეთო. იმას თუ მიაფუჩეჩებ, ესე იგი შენი სულის საქმე მიფუჩეჩდება ამით. შენ ეს დაგევალე. შენ იმის პატიოსნად გაკეთებით, ან უნდა გადარჩე და ან ვერ უნდა გადარჩე. აქ ამაზეა ლაპარაკი. იმიტომაც აი ქრისტიანს თავზე დგომა არ ჭირდება, ეს იცის, რომ იქ კეთილსინდისიერად უნდა გააკეთოს. სიტყვაზე აი მანქანის ხელოსანი 10 ჯერ უნდა დაუჭიროს ის ჭანჭი. დაეზარა და 9 ჯერ დაუჭირა. ამით ის სულს იღუპავს საბოლოო ჯამში. რომ ყველამ რომ ყველაფერი თავისი საქმე პატიოსნად აკეთოს, ის მცირე იქნება თუ დიდი იქნება, ღმერთი მას უფრო დიდზე დააყენებს. აი დავითი მცირეში ერთგული იყო, დიდზე დააყენა. საბოლოოდ ყველაზე დიდი რა არის? მისი სული გადარჩა. და უფალი გვეუბნება, თუ თქვენო სხვისაში სანდო არ იქნებითო, თქვენსას ვინ მოგცემთ? სხვისა რა არის, რაც ჩვენ გვაქვს? ღვთისგან მოცემული გვაქვს თუ რამე გვაქვს? აბა ჩვენი რა არის? ჩვენი არაფერი არ არის. ვიღაც თავისი გონებით ამაყობს,
ვიღაც სხვადასხვა უნარით ამაყობს, ვიღაც თავის სილამაზით ამაყობს, ვიღაც თავის ძლიერებით, მაგრამ ეს ყველაფერი მისი არ არის. ეს მიღებული აქვს მას ღვთისაგან. და რომ მიღებული გვაქვს, ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ აი რა მაგრებიოთ. არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ეს რისთვის მოგვეცა. რისთვის მოგვეცა, ეს არის ყველაზე მთავარი. და უნდა ვიფიქროთ ყოველთვის, რომ ეს ღვთისგან მოგვეცა. აი მაგალითად ვიღაცამ ლექსი ძალიან კარგად თქვა. ტაშტუკრავენ სცენიდან ჩამოდის. მან თუ ეს ტაშისკვრა თვითონ მიიწერა, უკვე ვერ არის. უნდა თქვას, რომ მადლობა ღმერთო, რომ ეს ძალა მომეცი და შემაძლებინა. იანი ასე უნდა ფიქრობდეს. თორემ იერუსალიმში რო შედიოდა მაცხოვარი, ჩვენ არაერთხელ ვიხსენებთ ხოლმე ამ. იერუსალიმში რო შედიოდა, იქ ზოგის დღესასწაული რო ხალხი ბაიას ტოტებს, ტანისამოს უფენდა. სახედარზე იყო ამხედრებული მაცხოვარი და ასე შედიოდა და ამ ყველაფერს მაცხოვრის გამო აკეთებდა. ეხლა ამ სახედარს რო წარმოედგინა, რომ ნახეთ როგორ პატივში უყევარ, როგორ ტანისამოს მიფენენ, როგორ შეძახილებით მამკობენ. აი ამ სახედარს რო ეფიქრა, განასისულელი არ იქნებოდა? და ესე მოგდის ხოლმე ჩვენ, როდესაც იმ ქებას და ტაშისკვრას შევიფერებთ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენა ვართ. სინამდვილეში ჩვენ კი არა ვართ. ის მადლია ღვთისა, რასაც ჩვენ გამოვეხმაურებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ის შრომა უნდა მივაყოლოთ, მარტო ის არ არის, რომ ნიჭი მოგეცა. ნიჭი რომ მოგეცა, ის რაში უნდა გამოიყენო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან სტუმრად არიან პატარა ანგელოზები. სხვადასხვა კუთხიდან გამოვიდნენ. ესენი ერთმანეთს უკვე ნელ-ნელა იცნობენ. არა მარტო ეკრანებიდან, არამედ უკვე რამდენიმეჯერ აქ ჩამოსვლით, უკვე ერთმანეთთან შეიძლება დაახლოვდნენ, ესე იგი და ეს ძალიან გვახარებს. ძალიან გვახარებს. ახლა წარმოიდგინეთ, აი სადღაც ახლა ძალიან ბევრი არიან ხოლმე, როგორც მე ვატყობ, ქუთაისიდან და თბილისიდან. ორი დედაქალაქი ერთ პატარა ქალაქში ეხდება ხოლმე ერთმანეთს. ძველი დედაქალაქი და ახალი დედაქალაქი. ხოდა ძმაკაცი რო გყავს, მეგობარი რო გყავს, დაქალი რო გყავს, ერთი ქალაქიდან მეორეში. თან ისეთი რო იცი, რომ ისიც ღვთის მცნებებით ცხოვრობს. ხო კარგი. ხოდა აი ჩვენ ამაში უნდა მეც, თქვენც, პრობლემაც, უნდა ჩვენ შვილებს რაღაცნაირად ხელი შევუწყოთ. მარტო ეს ორი ქალაქი კი არა, სხვა ხარეებიდანაც არიან, უბრალოდ ეს ორი გამოვყავი, რომ ცოტა ბევრი ხდება ხოლმე აქედან ვარ აქედან. ჩვენი მთავარი მისია დღეს მშობლების მთავარი მისია ეს არის, რომ ჩვენ შვილებს მივაწოდოთ ის, რაც ჩვენამდე წინაპრებმა მოიტანეს. ერთგვარი ხიდი უნდა ვიყოთ ჩვენს წინაპრებსა და მომავალ თაობას შორის. ჩვენ რო ეს შევძლოთ, ჯერ ჩვენ უნდა გავიგოთ, რა სულისკვეთებით ცხოვრობდა ჩვენი წინაპარი და მერე იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მივაწოდოთ ამ პერიოდში, ამ საუკუნეში ისე, როგორ მივაწოდოთ ჩვენ შვილებს, რომ ისე გაიგონ ზუსტად როგორც ეს არის. ამაზე ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ. მშობელმა არასოდეს არ უნდა თქვას, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ და მეტი აღარაფერი აღარ შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ მან ხელები ჩამოუშვა და თქვა, რომ როგორც იქნება დინებას რომ იყვებ, ეგ არ შეიძლება. ყოველთვის უნდა იფიქროს, კიდევ რა შეიძლება, რა ფორმა მოუძებნო, რა გზას დავადგე, რა ვიღონო და თუ კაცი ეძებს ამას, სახარებისეული სიტყვებით ვიტყვი, ვინც ეძებს, ის პოულობს. თუ ადამიანი ამას ეძებს, თუ ეძებს იმ გზებს შვილის გულამდე როგორ მივიდეს, ღმერთი მოწყალეა და აპოვნინებს. მაგრამ თუ მარტო იმას ეძებს, რომ რაღაცა თავისი გაიტანოს, თავისი აზრი დააფიქსიროს და თვითონ მართალია, მაშინ ვერაფერსაც ვერ იპოვებს. მაგრამ ჩვენ უნდა ვეძებოთ, ესე იგი. შვილმაც უნდა ეძებოს ის, რაც უკეთესია. რაც უკეთესია უნდა ეძებოს. არც შვილმა არ უნდა აიხიროს, რომ თვითონ რო აზრი მოვიდა, მაინც და მაინც ეგ არის სწორი.
მანაც უნდა გადაამოწმოს რა არის, როგორ არის. ახლა ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, ხო არის აი მაგალითად გამოცდილება, მშობლისა ხო არსებობს, მშობლის გამოცდილება, აი, დავუშვათ 70 წლისაა მშობელი, ჩვენ ვართ 10 წლის. შეიძლება რომ 10 წლისა უფრო უკეთ იცოდეს რაღაცა. 70 წლისას რამდენჯერ ფეხი წამოუყრია, რამდენჯერ წაქცეულა, რამდენჯერ ესე უცდია, ისე უცდია რაღაცა და ახლა ხო არის ხოლმე პატარა კუბიკები რო არის, ასაწყობი კუბიკები ხო არის? ახლა ფირმებს არ ვასახელებ, მე რეკლამაში ვარ ჩამითვალოთ, ან ანტირეკლამაში. არის თავისი კუბიკები, თავისი რუკები მოყვება, ხო მოყვება. ნუ პირველ ნაწილში ეს უნდა აწყო, მეორე ნაწილში ეს, მესამეში ეს. იმ რუკის გარეშე აწყობა ადვილი ხო არ იქნება. ძალიან ძნელი, რამდენი რამე უნდა სცადო. ალბათობის თეორიით გამოვა რაღაცა ბოლოს სადღაც, ალბათ რომ მოხუცდება ადამიანი, მივა იქამ. მაგრამ რაზე უნდა იმტრიო ტვინი, როცა ვიღაცამ ეს გამოცდილება გაგიზიარა და მოგცა, პროგრამა მოგცა. და მშობლის გამოცდილება არ გაიზიარო, ნიშნავს რომ ის რუკა დახიო და გადააგდო, შენ თვითონ მოიწადინო რომ ის ააწყო. ძალიან უნდა იწვალო. ძალიან უნდა იწვალო ამის. და მე ან გამოვა და ან არ გამოვა. ან ბევრჯერ უკან დაბრუნება მოგიწევს, რომ ახლიდან დაიწყო, იმიტომ რომ ის თურმე არ გამოდის, რაღაცა არ ყოფნის. აქაც ესეა. ჯობია გაითვალისწინო. აი მე არაერთხელ მithქვამს ბერძნებს, მეთქი ესეთი გამოთქმა ვთქვით ქართველმა ბერებმა გვითხრეს. თუ სახლში მოხუცი არ გყავსო, ფული გადაიხადე და იყიდეო. განათავშესაფარში ჩააბარეო თუ გყავსო. თუ არ გყავსო, იყიდეო. რატო? იმიტომ რომ ჭკუის მასწავლებელი გყავდეს, გამოცდილების მქონე. მის ერთ წინადადებას უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე ჩვენ რომ მთელი 9 საათი ვილაპარაკოთ. იმიტომ ის გამოცდილებით არის. პატარას გეტყვის, მაგრამ იმ პატარაში ძალიან ბევრი დევს. ჩვენ სამწუხაროდ ამას ხშირად არ ვითვალისწინებთ. ღმერთი შეგვეციოს, აბა ღმერთმა დალოცოს ეს ერთობა, ამ ბავშვების ერთობა დალოცოს და მშობლებს კიდე ჯანი მისცეს, ენერგია, სურვილიც, განწყობაც, რომ აი ამ ერთობაში ეს ბავშვები ხშირად იყვნენ. ჩვენთან არის ღმერთი.